მოგესალმებით მეგობრებო. დღეს გესაუბრებით 2025 წლის იანვრის თვის დინამიკაზე. თუ რას ვაკეთებდი იანვრის თვეში, რა გარიგებებს ვდებდი, რა ნეგატივი, რა პოზიტივი და თუ როგორ დასრულდა იანვრის თვე. ასევე გესაუბრებით იმაზე, თუ ფსიქოლოგიური თვალსაზრისით რას განიცდის ტრეიდერი ამ მომენტში და ეს განსაკუთრებით იქნება დამწყებთათვის საინტერესო, რადგან არ იყვნენ ილუზიებში და შეხედონ თუ რა ხდება რეალურ ანგარიშზე და არავითარი მანდ დემო და რაღაც ზღაპრები, რასაც ყვებიან, ესეთ რაღაც სისულელეებს არ გაეკარონ. დავიწყოთ. ეს არის იანვრის თვის დინამიკა. თქვენ ხედავთ, სტარტი იყო ნეგატიური. გრაფიკზე ხედავთ, არის კლება აშკარად. გარკვეული პერიოდის შემდეგ შენელდა ეს კლება, შეჩერდა და დაიწყო საკმაოდ მყარი ზრდა. წითლად არის გასმული ხაზი, დავაკვირდით. ეს არის მთლიანი შემოსავალი 13700, მაგრამ იანვრის თვეში იყო ნეგატივი წაგების სახით და საბოლოოდ ეს შედეგი არის დადებითი შედეგი იანვრის თვეში და თქვენ ხედავთ დინამიკას, გრაფიკულადაც ეს ჩანს. ეს ნეგატივი, რომელიც იყო იანვრის თვეში, პროცენტულად გამოიხატებოდა მიახლოებით 2%. ეს ნიშნავს, რომ ეს ციფრის შედეგი არის დაახლოებით 4.5%. ასევე იანვრის თვეში იყო 14 გარიგება. ხედავთ? და აქ არის გრაფა პროფიტ ფაქტორი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს ნიშნავს თანაფარდობას ზარალსა და მოგებას შორის. ეს თანაფარდობა არის ზუსტად ზარალს და მოგებას შორის. ეს იყო დინამიკა 2025 წლის იანვრისთვის და ფაქტიურად რეალურ ანგარიშზე ვაჭრობა აი ამ თვეში, პირადად ჩემთვის აღმოჩნდა ძალიან საინტერესო და შედეგიანი. ეს შედეგი მიღწეული იქნა არა უბრალოდ ისე რაღაც გამართლებებით, არამედ ეს შედეგი იქნა მიღწეული კონკრეტული გეგმის არსებობით და ეს გეგმა არის სტრატეგია. სტრატეგია მოიცავს ყველა ელემენტს, ყველა კომპონენტს, რაც არის საჭირო ამ საქმიანობაში მუშაობისთვის. ამიტომ ვინც იწყებს ამ საქმეს, ან ვინც არის უკვე გარკვეული პერიოდის განმავლობაში და შედეგი არ აქვს, იყვნენ დარწმუნებულნი, რომ არც ექნებათ ეს შედეგი, თუ არ ექნებათ კონკრეტული სამუშაო გეგმა, ფსიქოლოგიური მდგრადობა და თანმიმდევრულობა. სწორედ ეს ფსიქოლოგიური მზადყოფა ნიშნავს გეგმის ზედმიწევნით შესრულებას. ასე შემთხვევაში და ამას ხედავთ კონკრეტულად შემთხვევაში, რომ შედეგის არ დააყოვნებს. გისურვებთ წარმატებას.